მოგესალმებით პირველ რიგში. სხვადასხვის ჩვენ გქონდა ძალიან მაგარი შეხვედრა გქონდა. თარჯიმანი არის აქ? Переводчика нет? ძალიან მყისიერი შეხვედრა გქონდა პირველ რიგში. სხვადასხვის ეს შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, ჭეშმარიტად ნაყოფიერი შეხვედრა გქონდა, მინდა აღვნიშნო. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე შევთანხმდით. შეგიძლია გადავთარგმნო ეს. მიშა დაგვარილი что будет Россия и Грузия. Пародия аргина, ისე გადავუთარგმნე კაც. Пародия аргина. Он сказал, что это Россия и Грузия. Я все перевожу вам. Я все перевожу. Ну, понятно. Можно я тоже скажу пару слов? Да? Если можно. Да, правда, очень важная встреча была. Очень важная встреча. Мы с господином Бидзиной встретились. Я, кстати, научился немножко грузинскому языку. Вот я, допустим, знаю, что Бидзина, да, Бидза, это дядя. Так что дядина. Вот, научился. Бидзия. Да, кстати, вот я еще хочу сказать, здесь идет какая-то полемика насчет Евросоюза, НАТО, как вы говорите, да, НАТО, чтобы... Успокойтесь, грузины, вы все войдете в НАТО, в Евросоюз, как в старое доброе время. Колбаса по 20, селедка, водочка, пипетки в аптеках будут продавать. Ой, классно. Там еще жвачка была квадратная, цыпленок, помните? Ой, классно. Ох, это время. Икра баклажанная. Икра იქნება, სტალიანკა იქნება, ყველაფერი იქნება. Да. და ეს მე ჟურნალისტებს ვთხოვრო თუ ვინმე სამე კითხვა ერთი წუთი ესე არ შეიძლება ერთი წუთი ნუ ავყაყანდებით დიახ დასვით თქვენ ქალბატონის შეკითხვა დიახ მოგესალმებით კასპის ტელევიზია მოგვერდი ხალხო ეს ოლეგა იაძერო იძახის რომ კასპის რაიონი არისო გაბრწყინებულიო და ყველაფერი რიგზია და აყვავებულიაო მე მინდა გითხრათ და თქვენ სტუმარსაც უთხრათ რომ კასპის რაიონი არის ტატამია ხალხო ტატამი შეიძლება ტატამია Что сказала госпожа? ისა გადავუთარგმნე, სხვა გზა არ არის. Госпожа сказала, что она так любит вас, что из Каспии, Тбилиси приехали с поездом, татам. Отлично. აქვე მინდა ერთი პატარა განცხადება გავაკეთო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კარგი ურთიერთობა გქონდეს მეზობლებთან. თუმცა აქვე ერთი პატარა ანდაზად მახსენდება. გამონათქვამი პროფესორად. მეზობელო, კარისაო, სინათლე ხარ, თვალისაო. აი ესეთი ბრძოლი გამონათქვამები მიყვარს მე. და ჩვენ წესიერ შევეცდებით, ჭეშმარიტად ეს განვახორციელოთ. ეს იქნება ჩვენი დაპირება. Можете перевести, да? Потому что я не понимаю. Он сказал, что мезобело карисао. Это сосед дверный свету глаза. Это пословица, да? Мудрость. О, мудрый народ грузины. Как это сосед дверный свет глаза? Да. О, отлично. Тише едешь, дальше будешь. Да. Отлично. Пожалуйста, не волнуйте. Телекомпания Руставиори. ბატონო ბიძინა, რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრა ხომ არ იმოქმედებს ქართულ ელექტორატზე ან პოლიტიკურ ისტაბლიშმენტზე იმ არსებული აზრის მაპროვიცირებლად, თითქოს ხდება საგარეო სექტორის კონიუნქტურული დეზორიენტაცია და ქვეტექსტური პლურალიზმი რუსეთთან. მე მაინტერესებთ ამასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ? მადლობთ. რაინაზე დასვა შეკითხვა მან? რომელი ტელევიზია ხარ თქვენ? Rustavioრი. რა გეშველებათ, კაცო, რა გეშველებათ? მე ერთ რაღაცას გეუბნებით. ასეთ პროვოკაციულ შეკითხვებს თავი დაანებეთ. სიცრუეში ნუცხოვთ, თორე ყველა თავის ადგილზე დაბრუნდებით.
ერთ რაღაცას გეტყვით. თუ ესე გააგრძელებთ თქვენ შეკითხვების დასმა, ჯობია რუსთავი 2 მალე თავის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს. ესე შეკითხვებს თავი დაანებეთ. სიცრუეში ნუ ცხოვრობთ პირველ რიგში. ეს არის ჩემი კომენტარი ბაქცაკთან დაკავშირებით. Он рассердился, да? რასერდისა და ბატონო ბძანის მე მაქვს ასეთი შეკითხვა ბატონო ბიძინა ამ მცირე ხნის განმავლობაში თქვენ მოახერხეთ ის რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა პოლიტიკოსმა და მაინტერესებს არა მარტო მე ქართველებს აინტერესებს როგორ მოახერხეთ ქართული მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე ასეთ მოკლე ვადაში შეტანა მოგახსენებთ რომელი ტელევიზია ხარ თქვენ მეცხრე არხი ძალიან კარგი ტელევიზია ხარ მინდა გითხრათ ძალიან მყისიერი შეკითხვა იყო სხვადასხვა ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ძალიან კარგი ჟურნალისტი თუ სხვაებიც გაითვალისწინებენ ამას აი რუსთავი ვარს ვეუბნები პირველ რიგში ძალიან კარგი იქნება რაც შეეხება კითხვას ჩვენ შეხვედრით საღამოს იმდენი დალიეს ჩვენმა სტუმრებმა რომ პახველიაზე მოითხოვეს კიდევაც რუსეთში ბორჯომის დაბრუნება ესეთი კურიოზული სიტუაცია შეექმნა ესეთი რაღაცა სიტუაცია შეექმნა ესეთი ბატონო ბიძინა ხო კარგად ხარ ბატონო ბიძინა ჩაბჟირება მაინც მაცალე კაცო ჩაბჟირება Что он сказал? Чабжиреба, что это такое? Чабжиреба. Чабжиреба? Да. А это смехопанорама. Смехопанорама. კითხვა მაქვს თუ შეიძლება ბატონო ბიძინა ამბობენ რომ უმრავლესობის წევრები ავიწროვებენ უმცირესობას რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით საიდან მოგაქვს ესეთი ინფორმაციები საიდან მოგაქვს მე ვერ ხვდები ჩვენ არ თუ ავიწროვებთ უმცირესობას არამედ ჟირო თაქთაღიშვილს ახალი სკამი ვაჩუქეთ რომელიც საზურგე უკან იწევა შეუძლია უკან თავისუფლად გადაიწიოს და როდესაც გაეროს დამკვირვებლები მოვლენ სტადიელად შემოიფაროს ზემოდან ასე შეგვიძლია გააკეთოს ამავდროულად აქვე ჩავკონკრეტდები და ჩავამატებ რომ ჩვენ ახალი ცხვირი გამოვუწერეთ ჟირო თაქთაღიშვილს მყისიერად ჩამოვუწერეთ ცხვირი ევროპიდან ძალიან მაგარი ცხვირია სხვადასხვა ძალიან მაგარი ცხვირია აი ეს არის ჩემი комментарий. Он сказал, что это у него стул, это Чиора, да, Тактакишвили. Чё, птичка, да? Да, Тактакишвили. Стул ему подарили, что он рах, это Зазурге, там это одела и носла. Неважно. Здравствуйте. Мне очень интересует, госпожа Алекс, вам нравится здесь, там, город? უკაცრავთ ხალბატონ, რომელი ტელევიზია ხარ და რუსული საერთოდ არის, რომელი ტელევიზია ხარ? პიკი. დაგვიხურეს ტელევიზია და დაგვავიწყდა ბატონო რუსული. რომელი ტელევიზია პიკი ხარ თქვენ? დიახ. სხვათა შორის я помню вашу გადაცემу. მე უყურე თქვენს პერედაჩას. და სხვათა შორის აქ მინდა ჩაგეკითხოთ. ჩაგეკითხოთ როგორ არის რუსულად? ჩაგეკითხოთ ისა. Сейчас спрашиваю. Сейчас спрашиваю. მე მინდა ჩასპრაშუაეცა. აქ. ცოტა გარკვევით დასვიკითხოთ თუ შეიძლება. ეს არ შეიძლება. აი თქვენ თუ შეიძლება. მაგაზე ვარიანტი ხო? გასალოთ ერთმანეთს ძალიან. რაღაცა მინდა გამარჯობა ბატონო ბიძინა. გაზეთი ქუთაისის გზამკვლევი. მაინტერესებს თქვენი აზრით, უნდა თუ არა ქართულ მოსახლეობას SNG-ში შესვლა? გმადლობთ. სხვათა შორის ესეთზე გამახსენა ანეკდოტი ვიცი ეს ერთი ასეთი სტუმარს რომ უნდა მოუყვე. ისე არ შეიძლება. Анекдот? Анекдоты უნდა მოყვეს. Мне? Да. Чиатура говорят. Усула. Чиатуре говорят. Женщина в хазе будку. Я не такая. Он говорит. Она говорит. Какая разница? Стрельба идет в хазе будку. Эти анекдоты я რატო არ გაეცინებ ჩვენს თვარს? ეს რუსულადაც ეტყობა არა ასასაცილო ბატონო ბიძინა ნატოს ხალხი რო ჩამოვა გაეროდან ინგლისურად დავამუღამოთ მოხდება ხალხის წილი. დასვით. კი ბატონო დასვით WhatsApp ტელეკომპანია ინტელექტივი. ბატონო ბიძინა ივანიშვილი. კითხვა გამოაგზავნა
კობა დავითაშვილმა პარლამენტიდან. ამა წლის 13 თებერვალს მე მაესტროს ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მივაყენე სერგო რატიანს და მოხდა ინციდენტი. ამის შემდეგ უმრავლესობამ ჩემი გუნდის წევრებმა მე დამტუქსეს. ყურადღება, კითხვა. რა დევს შავ ყუთში? შავი ყუთი. Ты кто, чувак? Это черный ящик. Черный ящик. Это Понятно. понятно, да? გიპასუხებ თქვენ კითხვაზე. სხვათა შორის მე უყურებ აქ ტელეეთერს და მე მინდა თქვა შავ ყუთში ჩემი აზრით დევს ბატონი კობა დავითაშვილის განცხადება გათავისუფლების თაობაზე. თუმცა მე მაგ განცხადებას შესატყვისად და ამ შემთხვევაში ხელს არ მოვაწერ. და ეს იქნება ჩემი პასუხი მაგ განცხადებაზე. მე მგონი სწორად გამეცნო. ამოვწურავა. პასუხი სწორია 1-0 ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. ვან ამ ვიგრა. ერთი კითხვა თუ შეიძლება რა. ერთი რაღაცა ახლა. უცებ ბიჭო, ამას მე რა უნდა თო. კი ბატონო დასვით. მოგესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებელი. გიცანით. დიახ. მე მექნება ასეთი შეკითხვა. ბატონო ბიძინა, აი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა და ჩვენი პროდუქციის გატანა რუსეთის ბაზარზე ხომ არ არის წინაპირობა იმისი, რომ საქართველოს DST-ში გაეწევრიანდება? ძალიან გთხოვთ. ნუსვამთ ესეთ კითხვებს. რასაც ზემოდან გავალებენ ესეთ კითხვებს ნუსვამთ აქ. რა თქვენ გსურთ? ის კითხვები დასვით თავისუფლად იგზევნით თავი თუ შეიძლება. ძალიან თავისუფლად იგზევნით თავი. შინაურულად დასვით კითხვები თუ შეიძლება. სისრულეში ნუცხოვრობთ. კარგით ბატონო ბიძინა, მაშინ რაც მაინტერესებს იმას გითხრათ. კი ბატონო. ხელფასი რამდენი გაქვთ ერთი თქვენ? თვალაშორის ძალიან კარგი ხელფასი გაქვს, მინდა გითხრათ. მაგს ყოფნის. ძალიან დიდი კიდე მაშინ მეორე კითხვასაც დაგისვათ. ეს კარფური და გუგლი თუ ტოვებს რამეს ახლა ორკაპიქს და ვიცი ახლა მაინც მეც მაინტერესებს და საზოგადოებას. კიდე გაინტერესებთ რამე თქვენ? კი ბატონო, შემდეგი თუ ვინმე არის, რომ შემდეგმა დასვა შეკითხვა და ძალიან გთხოვთ, მოდით ბოლოსკენ წავიდეთ, იმიტომ რომ ბატონო ბიზნესს და ჩვენი სტუმარიც უზე უსტალსა. თუ შეიძლება ერთი კითხვა მაქვს, ახლა უცებ კი ბატონო, ძალიან. ვანის ტელევიზია, ვანილი TV. ვანის ტელევიზია, ვანილი TV. რა კითხვა მაქვს? ეს ბატონო ბიზნესი ახლა ეს რო გადის ახლა ჩვენგან მინერალური წყალი, ხო ახლა? მაქედან ახლა აი პირადად თქვენს ანგარიშზე და თქვენ ჯიბეში რამდენი პროცენტი შემოა? ახლა ეს როგორც პირისპირ უცებ არა, ჯამჯერ კითხვებში გიბაზუღე და რატო გეუბნები? ახლა უცებ ახლა ხო მინერალურ წყლებში საქართველოს და მაგარია. მაგამბავში გულისხმობ ახლა ეს. გიბასუხებ თუ შეიძლება სანამ მიბასუხებ უცებ რა, ბოდიში გაწყვეტინე. ძალიან გთხოვთ რომ შეხვედრაც ბატონო მიზეზი. და მაგარია დოს გეტყვი ახლა უცებ ვანელი და ვანია ზიან იმაში ვაქია რესტორანში რა ხოდა. და ბოდიში უცებ მოყვე მართლა იმას. ეს ბატონო მიზეზი მოყვები. ზიან ესე უნდა შენო კაცო რა გაგოგნიდება შემდეგ შეხვედრაზე. ვისა ამ ადამიანს მე არ დაამთავრებს და დაამთავროთ პრესკონფერენცია მაინც ჩვენ. არა, იმოში მე ახლა მართლა სერიოზული ისაა. წავიდეთ. ხო და არა, მართლა გეუბნები რა, მოიცა კაცო. როგორცები რა. როგორცები. არა, მართლა კარგი რაღაცა ისე. თქვენ სახელი გენაცვალე იმია. Alex. წავიდე ახლა რომ მისმინოთ ალექსანდრა. Короче, это анекдоты. Анекдот хотите рассказать? Моди ესე იგი, is one ისა человек-то, этот is one русский. Сидит в ресторане, говорит, это говорит, нет, я не мушу,